კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგზობს მუშაობას ახალ ამბებს საღამოს 6 საათზე მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. თამაზ თამაზაშვილი ხვალ სახლში დაბრუნდება. ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი 10 ოქტომბერს ციხეს დატოვებს. პროკურორსა და მსჯავრდებულ შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო და ის უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უკვე დაამტკიცა. შეთანხმების მიხედვით თამაზაშვილს სასჯელის ვადად 1 წელი განუსაზღვრეს. 1 წლიანი პატიმრობა კი ზე გამოიწურება. თუმცა პატრიარქის კურთხევით მსჯავრდებულ საკნიდან 1 დღით ადრე გაუშვებენ. კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი შარშან ივანიშვილის განცხადების გაკეთებიდან 6 დღეში დააპატიმრეს. ბრალდებად კი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება წაუყენეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასაჩევრების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მაინც უცვლელად დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატია, სიმამრს დღემდე პრეზიდენტის პირად პატიმრას უწოდებდა. თამაზაშვილი კი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საპროცესო გარიგება მოხდა პროკურატურასა და თამაზ თამაზაშვილის შორის სასჯელზე შეთანხმებით. იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად 1 წლის ვადა. შესაბამისად, მათ აღნიშნული ვადა გაზდის ამ წლის 11 ოქტომბერს გამომდინარე პატრიარქის კურთხევიდან 1 დღეს საპატრიარქოს ჩუქნიან, შესაბამისად ის დატოვებს 10 ოქტომბერს საპატიმრო დაწესებულებას. წართმეული ქონება კი ბრუნდება. კომპანია ბურთს ჩამორთმეულ შენობასა და დანარჩენ ქონებას უკან დაუბრუნებენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო. აღმასრულებელმა ორგანომ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაჯარიმების პროცესში პროცედურული სახის დარღვევები იყო. შეგახსენებთ, რომ ბურჯი უკანონო პოლიტიკური შემოწირულობის გამო დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმა უკანონოდ მიიჩნია და თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მისი ქონება აუქციონზე მოხვდა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ანაზღაურებული იქნება ყველა ნივთი, რომლებიც ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. მათ სანაცვლოდ ბურჯს ფულად კომპენსაციას მისცემენ. ლაპარაკია უკანონო შემოწირულობის მოტივით დაჯარიმებულ პირებზე, ასევე ლაპარაკია შპს ბურჯზე, ვინაიდან დაჯარიმების პროცესში მოხდა პროცედურული დარღვევები, აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა განკარგულებები და მოხდა აღნიშნული ქონებების უკან საკუთრებაში დაბრუნება მესაკუთრეებისათვის. იმ ქონების, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, მოხდება ფულადის სახით კომპენსაციით ანაზღაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ახალ მთავრობაზე განცხადებას აკეთებს. სერგეი ლავროვს ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი აქვს. თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის შესახებ ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებას არ აპირებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეს განცხადება მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გააკეთა. განცხადებები კი სააგენტო როიტერის საშუალებით გავრცელდა. Мы рассчитываем, что новые власти... იმედია საქართველოს ახალ მთავრობას ჩამოყალიბების შემდეგ ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა ექნება. მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ რესპუბლიკების სპეცთან დაკავშირებით ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე მოლაპარაკების გამართვას საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხმა დამოუკიდებლობა აირჩია და რუსეთმა ეს 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ რესპუბლიკების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. За что, грузин, мы будем... ვითანამშრომლებთ თუ არა საქართველოს ახალ მთავრობასთან, ეს დამოკიდებულია მათ პოლიტიკაზე. პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავამყარებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რაც ყოველთვის ჩვენი მიზანი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი მომავალ სამინისტროში რეორგანიზაციას გეგმავს. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კუდი და სოდი გაუქმდეს. ეს განცხადება ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გააკეთა. ჟურნალისტებს საკუთარ პრიორიტეტებზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატიც ესაუბრა. ხვალ დილით თია წულუკიანი სამინისტროში მისვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას აპირებს. მისივე ინფორმაციით მოქმედი მინისტრი ზურა ადეიშვილი საქართველოში არ იმყოფება და ის ამ დროისთვის ავსტრიაშია. კოალიციის ოფისში ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა ირაკლი ალასანიამაც. თავდაცვის მომავალი მინისტრი ავლაბრის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შეფასებით შემოიფარგლა. Საუბრობთ გაუქმდება კი. დაგეგმილია რეორგანიზაცია. Absolutურად სწორი გადაწყვეტილება იყო ბიძინა ივანიშვილის და მეორე მხარისაც, რომ ეს შეხვედრა შედგა. დანარჩენზე თვითონ ისაუბრეს
ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა. სხვა დროს მაგაზე ხო ვილაპარაკეთ, მოგეცემათ საშუალება კიდე გავშალოთ. სამუშაო პროცესი დაიწყო. მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იქნება ნაწილობრივ რამდენიმე მუხლში სერიოზულად გადასახედი. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი უნდა გადაიხედოს სერიოზულად, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ მოვახდინოთ მისი რეფორმა ძირეული, იმიტომ რომ ეს არის არქაული ბელგიური სისტემა და მიუღებელია ევროპული სასამართლოსთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ მძინარე საქმეების გამოძიება, რომლებიც თაროებზე დევს და არ იძიებს ან ვერ იძიებს. ამჟამინდელი ჯერ კიდევ ბოლო დღეებს რომ ითვლის ის ხელისუფალი და ჩვენ გვჭირდება აუცილებლად სასამართლო რეფორმისთვის კონცეფციის შემუშავება და გვჭირდება იმის გამოსწორება, რაც გაფუჭდა, რომ ვიაროთ წინ და ჩვენ დავიაროთ წინ. მთავარი ორი პრინციპი, რაც მე მინდა დავამკვიდროთ ჩემს მომავალ თანამშრომლებთან ერთად ქართულ სამართლებრივ სივრცეში, ეს არის ის, რომ ყველა თანასწორი იყოს კანონის წინაშე, მინისტრიდან დაწყებული მოქალაქით დამთავრებული, რომ არ არსებობდეს შერჩევითი სამართალი და დაისაჯოს ადამიანი, ვინც ჩაიდეს სამართალდარღვევას, მაგრამ სასჯელი იყოს არა გამანადგურებელი, არამედ ადეკვატური და ემსახურებოდეს დამნაშავის გამოსწორებას. პირველი შეხვედრა და ისტორიული კადრები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის პირისპირ ჯერ იდგნენ, შემდეგ კი ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ავლაბრის რეზიდენციაში ქართული ოცნების ლიდერი 4 კაციან საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად დილის 12 საათზე მივიდა. სტუმრებს ეზოში პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ჯგუფთან ერთად ელოდებოდა. ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. დაახლოებით 6 წამის განმავლობაში ქვეყნის პირველმა პირმა და მომავალმა პრემიერმა ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ და ისიც წამიერად შეხედეს. ოპონენტები ძირითადად კამერების იღურებოდნენ. ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ სამუშაო ჯგუფის წევრებიც, რის შემდეგაც ორივე მხარე მეზოდან რეზიდენციის შენობაში გადაინაცვლა. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს პირისპირ ესაუბრნენ. ცალკე და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა საკონსულტაციო ჯგუფების შეხვედრა. პრეზიდენტმა და მომავალმა პრემიერმა ერთმანეთს ხელი მეორედაც ჩამოართვეს დამშვიდობებისას. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე საკუთარ ჯგუფებთან ერთად ისევ რეზიდენციის ეზოში გამოვიდა და განცხადებები გააკეთა. სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. ქართული ოცნების ლიდერმა შეხვედრის მიზეზსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით, თქვა ივანიშვილმა. პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას პირადად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი ექნება. ჩვენ ვაპირებთ ამ მომავლის ნაწილები ვიყოთ როგორც მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები. ეს სააკაშვილის დღევანდელი სიტყვებია. მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიდანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ის რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმნით პრეცედენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა, ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება. ის რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირსო ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად პასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელება მისი. ჩვენს ოპონენტებს ვაცხადებთ და ვაცხადებთ დღესაც, მოექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. აი ეს გახლავთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი ქონდა საგარეო პოლიტიკაზე, ქონდა შეხედულებებზე და ესე შემდგომ იქთან ხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული ქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ აუცილებლად ჩვენი სტრატეგია გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველოს მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. აი დაახლოებით ესეთი ტიპის საუბარი ქონდა. კარგია რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა, იმ მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შეუქეი, რომელიც მან გააკეთა
არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ კულტურული ერი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოექცევით. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ქართველი ერის არჩევას ჩვენ ვცეთ პატივს. ქართველი ხალხი არის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვილას ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობების ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით, მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მივახციოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იქნეს ყოველთვის მისი განვითარების და ქართულ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე როგორც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართული ხალხის ინტერესები იქნას დაცული, ეს იყო ყოველთვის რაც მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი ყველანი თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ ბევრი რამე დაინახო და გაანალიზო, მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე. ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და ასთა სხვადასხვაობისა პრაქტიკულად უმეტეს საკითხებზე. ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას. მე მგონი ეს არის მთავარი, რასაც ყველამ დღეს ხაზი უნდა გაუსვათ. ამიტომ მინდა ჩვენ ხალხს უსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები. დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესს უკავშირდებოდა. ასე აფასებს ოზარ სუბარი ალუბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას. სუბარი ქართული ოცნების 4 კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. სასჯელ აღსრულების მომავალმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. მთავრობის წევრობის კანდიდატი ჟურნალისტებს მომავალ უწყებასთან დაკავშირებულ გეგმებზეც ესაუბრა. შეხვედრა იყო ცალ-ცალკე, ანუ სამუშაო ჯგუფები ცალკე საუბრობდით, პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი ცალკე საუბრობდნენ, თუმცა ხა ბუნებრივია ვიცით ზუსტად რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამას რაც გაკეთდა განცხადებები ამ ეტაპზე არის სრულიად საკმარისი, მოგვიანებით თუ კი თვითონ ჩათვლიან საჭიროდ უფრო მეტ დეტალს თვითონ გამოიტანენ. ამ გაცნობის მიზანია, რომ როცა მივალთ ზუსტად ვიცოდეთ, სად მივდივართ, რა გვხდება, რა პრობლემა, რა არის საჭირო მის გადასაწყვეტად, რა პერსონალური შემადგენლობა დაგხვდება, რა ფინანსური მდგომარეობა, მოკლედ უამრავი რამე, ეს არის ის თემები, რომლებიც გაცნობის გულისთვისაც ხდება ეს შესვლა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ქართული ოცნება საერთაშორისო მისიებში საკუთარ წარმომადგენლებს გზავნის. კოალიციის წევრი გია ვოლსკი დღეს ღამით ჟენევაში გაემგზავრება. ის შვეიცარიაში დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ 21 რაუნდს უნდა დაესწროს და კონსულტაციებს უნდა დააკვირდეს. ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რესურსი ჯერ ისევ არ არის ამოწურული და კვლავ არსებობს თემები, რომლებიც მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად შესაბამის პირობებს ქმნის.
ეს 21 თუ 20 მოლაპარაკება რაც იყო, შეიძლება არ არის იმ შედეგის მომტანი, რომელიც თქვა ჟურნალისტებისთვის საინტერესო იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ევროპული სტრუქტურები და გაერო სტრუქტურები საკმაოდ კარგ სამსახურს უწევენ საქართველოს, იმით რომ ეს ფორმატი შენარჩუნებულია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც არის საკმაოდ გამოცდილი ამ თემაში, ვფიქრობ, მეც არ მაქვს ნაკლები გამოცდილება, შეიძლება მალე უნდა ჩაერთოს, რომ ახალი პრინციპები მოიძიოს და შესთავაზოს. ქართულმა ოცნებამ საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა სამინისტროებშიც, მათ შორისაა თავდაცვის უწყება, სადაც ირაკლი ალასანიას მისვლამდე სიტუაციას მდობით აღჭურვილი 5-კაციანი ჯგუფი ეცნობა. ამ ჯგუფში ექსპერტის სტატუსით ვახტანგ კაპანაძეც შედის. კაპანაძე ამბობს, რომ ვიზიტის დროს სამინისტროს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან. კულუარული ინფორმაციით ქართული ოცნება გაერთიანებული შტაბის მომავალ ხელმძღვანელად სწორედ ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა თავად კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის საგარეო დაზვერვაში მუშაობს, ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ახალი მინისტრის დამტკიცებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტმა შეერაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელი შეუცვალა. სააკაშვილის ბრძანებით შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე გახდა, რომელმაც ამ პოსტზე დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა. მანამდე კალანდაძე შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელიც. თადარიგის ოფიცრებმა და სამხედრო სფეროს სპეციალისტებმა ხელისუფლების გადაბარების პროცესში პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. კითხვები გაჩნდა კაპანაძის ასაკთან და გამოცდილებასთან დაკავშირებითაც. გუშინდელ დანიშვნაზე ცოტა რთულია რაიმე თქვა, ცოტა გაურკვეველია, რას უნდა ნიშნავდეს ეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გუშინ შევიდა თავდაცვის სამინისტროში ეგრეთ წოდებული გაცნობითი ჯგუფი და ეს დანიშვნა, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ინფორმაცია არსებობს თვითონ კალანდაძეზე, რომ აქ საკმაოდ მაღალი პრემიები აქვს აღებული სწორედ მოადგილეობის დროს და ეს თანხა აღემატება 100,000 ლარს ერთჯერადად გაცემული გულისხმება. შესაბამისად არ იქნება არანაირი ცვლილება მართვაში. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა 3/4 ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ეს განცხადება დღეს რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა. რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიებია, რომლებსაც ბერძენიშვილის თქმით ფრაქციის ფორმირებისას პრობლემა არ ექნებათ. კოალიციაში წარმოდგენილ კიდევ ორ პოლიტიკურ სუბიექტს, ეროვნულ ფორუმსა და მრეწველებს კი ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობა არ ჰყავთ, თუმცა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეული გადაადგილებების შემდეგ საპარლამენტო ფრაქციას ეს ორი ძალაც მოაღალიბებს. ძალიან მარტივი წესით მოხდება ფორმირება, იქნება ფრაქციები გაერთიანდებიან უმრავლესობაში, ხოლო ფრაქციები, რომლებიც უმრავლესობაში არ იქნებიან, გაერთიანდებიან უმცირესობაში. უმცირესობის მაგივრად მე ვერ გიპასუხებ, უმრავლესობაში კი ნამდვილად ვიცი ახლა ამ წუთას სულ ცოტა 3 ან 4 ფრაქციის ასოების შესახებ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რესპუბლიკელებსაც დემოკრატებსაც, თავისუფალ დემოკრატებსაც, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასაც უკვე აყავს ის რაოდენობა ხალხის პარლამენტარების, რომელიც ფრაქციისთვის საკმარისია. მე როგორც ხვდები, პრობლემა ფრაქციის შექმნისა არ ექნებათ არც კონსერვატორებს და დანარჩენზე ვერ გეტყვით. ახლა ესე იგი ჯერჯერობით ფრაქციისთვის საჭირო რაოდენობა არ ყავს სხვა ორ პარტიას, რომელიც კოალიციაში შედიოდა, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ ასეთ დროს პარლამენტში ხდება მოძრაობები და შეიძლება შეიცვალოს. მაშინ როცა ლევან ბერძენიშვილი ამ განცხადებას აკეთებდა, მომავალი დეპუტატები პარლამენტის ჯერის უმშენებარე შენობას ათვალიერებდნენ. ქუთაისში დღეს ქართული ოცნების წევრები გია ცაგარეიშვილი, ზურაბ ტყემელაძე და გიგლა აბულაშვილი ჩავიდნენ. მომავალი პარლამენტარები დაინტერესდნენ, არის თუ არა მზად შენობა პირველი სესიის ჩასატარებლად, რომელიც თვის ბოლოს იგეგმება. თუმცა მშენებლობის პროცესით დეპუტატები უკმაყოფილოები დარჩნენ. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში სამუშაოების დასრულებას კიდევ 2 თვე დასჭირდება. უკმაყოფილოები არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა საკუთარი სახსრებით უწევთ. კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ახალი პარლამენტი პირველად სწორედ ქუთაისში შეიკრიბება. მორიგი სესიების გამართვის ადგილი კი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.
ჩვენ მოგვიწევს სადღაც მაქსიმუმ 2 კვირაში ჩვენი კონსტიტუციით შეკრება უკვე აქ და მუშაობის დაწყება. არავით არის საშუალება ამისი ქუთაისში ფაქტიურად ჯერჯერობით არ არსებობს. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მე ფიქრობდი რომ აქ მძიმე სურათი დახვდებოდა, მაგრამ ასეთი მძიმე მდგომარეობა თუ იქნებოდა და ასეთი გამოუვალი ვითარება თუ დახვდებოდა აქ მე ნამდვილად არ მეგონა. რომ ყოფილიყო რაღაცა ხელშეწყობა, ხო ხდებით ინფრასტრუქტურა, ან ბიძით უზრუნველყოფა, ან რაღაცა დანამატი ხელფასის, ну რაც ჩვეულებრივად ხდება სხვა ქვეყნებში რაღაც გეგმით მოქმედებს სახელმწიფო, ხო? აი ეს ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა. ძალიან ძნელია მოიწყო. ალბათ რაიცი იმედი აქვს ყველას, რომ ალბათ თბილისში დავბრუნდებით და მაგის განწყობით უფრო მათ ასე თქვათ ეგუები ამ პირობებს და იცი რომ დავბრუნდები ისე ვიკითხე, თორე ისე დიდხანს ამ პირობებში ყოფნა ალბათ ძალიან გაძნელდება. ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ხმების დაცვა საპროტესტო აქციებით სცადა ადგილობრივები არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვდნენ. ხმის დასაცავად გამოსულ მოსახლეობას სოლიდარობის ნიშნად ქართული ოცნების ბოლნისის შტაბის წევრებით შეუერთდნენ. შტაბის ხელმძღვანელმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა მხრიდან მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების კონკრეტული ფაქტები დაასახელა. მათი ხმები 1 ოქტომბერს გაყალბებული იქნა არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ ბოლნისის უმრავლეს სოფლებში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, მათ ამ არჩევანის უფლება წაართვა ყოფილმა რეჟიმმა და ყოფილმა მთავრობამ, ნაცმოძრაობამ და ამას საპროტესტებს ეს ხალხი სწორედ და ჩვენც რა თქმა უნდა მოვედით და სოლიდარობა გამოურცხადეს. ანალოგიური მიზეზით პროტესტია გარდაბანშიც რაიონში გამგეობის წინ უკვე მე-6 დღეა კარვებია გაშლილი. ამ მრჩევლები არჩევნების გაყალბებას უკიდურესი ფორმით შიმშილობით აპროტესტებენ. შიმშილობის აქციას სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული 4 ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეები მასობრივი გაყალბების კონკრეტულ სქემებზე ხვდებიან და რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ეს არ არის ფულსგვაძლევი. ვითხოვთ არჩევნებში მიცემული ხმების არ გაყალბებას და საბოლოოდ რომ სამართალმა თავის გზა ნახოს და დაიდოს ის მონაცემები, რაც ფაქტიურად იყო. მამუკ არიშიძე გამორჩეულია გარდაბნის რაიონში და მაგას ვითხოვთ. ბოლო მონაცემები აჭარიდან ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები დადო. მიღებული შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. უმაღლეს საბჭოში ბათუმიდან ქართული ოცნების მაჟორიტარი აკაკი ძნელაძე, საქართველოს პარლამენტში კი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე იქნებიან. ბათუმში სულ 134,488 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მონაცემების მიხედვით პროპორციული სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქართულ ოცნებას მხარი 51,150 ამომრჩეველმა დაუჭირა. ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ კი არჩევანი 23,408 ადამიანმა გააკეთა. პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილი ქართულმა ოცნებამ. მან მიიღო ხმების 51,150 ხმა მიიღო, ეს არის ხმების 65%-ზე მეტი. მეორე ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მიიღო 23,408 ხმა, ეს არის 29,9%. ანალოგიური შედეგები არის მაჟორიტარულ არჩევნებშიც. გაიმარჯვა პარლამენტში ბატონმა მურმან დუმბაძემ, მან მიიღო 48,941 ხმა, ეს არის ხმების 63%. აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმარჯვა ბატონმა აკაკი ძნელაძემ, მან მიიღო 48,498 ხმა. ლენტეხში არჩევნები თავიდან აღარ ჩატარდება. რაიონულმა სასამართლომ ქართული ოცნების სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოალიციის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან, ამიტომ ისინი აპირებენ, რომ განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ. ჩვენი სასამართლო კიდევ ერთხელ დარჩა წარსულში ამ გადაწყვეტილების ფორმით, ვინაიდან არ გაითვალისწინა კანონიერი მოთხოვნები, მოტივად მოიყვანა სრულიად გაუგებარი აბსურდული მიზეზი, რომ ჩვენ დაგვირგვევია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების ვადა.
ეკაბესელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს სენაკში მიმდინარე პროცესზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ფოჩი საერთოდ არ შეუშვეს ეკაბესელია პროცესზე დასწრების საშუალება რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ მისცა. გიორგი დარახველიძემ ბესელიას დარბაზის დატოვება ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე მოსთხოვა. სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს დაფიქსირებული დარღვევების გამო საპარლამენტო არჩევნებში აბაშის საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმების მოთხოვნას განიხილავდნენ. მოსამართლე დარახველიძე, რომელიც გახლავთ სულად არაადეკვატური ადამიანი, მე არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უბრალოდ უკვე ვიცი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს. პირველი რაც გააკეთა მან, როგორც ჩანს, მისი სულად არაადეკვატურობის და შიშის გამო ალბათ, რომელსაც ის განიცდის პოლიტიკური დავალებების მიმცემი მისი უშუალო ხელმძღვანელის ბატონი კუბლაშვილის მხრიდან გააკეთა ის, რომ მე და ირაკლის ვითხაროს ხმას არ დავსწრებოდი. ეს იყო აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება. მოსამართლე დარახველიძემ უკვე მოასწრო წინა საარჩევნო და ერთ-ერთ ჩვენს მხარდამჭერს ადრიანი პატიმრობა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ის აკრავდა ჩემს პლაკატს. დღეს როგორც მოიცა მოსამართლე დარახველიძე, ქალბატონო აეკამ მე მგონი ძალიან კარგი განმარტება მოხდა და დანარჩენი კომენტარის გაკეთება თქვენთვის მოგვიდია მასმედიის წარმომადგენლებისთვის. შოთა ხაბარელი ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. ხაბარელი ამბობს, რომ სიუჟეტის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის კრწანისის რაიონის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ქართული ოცნების წევრებმა სცემეს. ფაქტს ხაბარელი აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მსგავსი გზებით ქართული ოცნების დისკრედიტაციას და კოალიციის წარმომადგენელთა ღირსების შელახვას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია, თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია ყველასთვის ცუდია და ჩვენთვისაც. ზუსტად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ძალადობა, ანგარიშწორება ჩვენი წესი არ არის, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან. იქ იყო ნათქვამი, რომ თითქოს და ეს იყო ქართული ოცნების აქტივისტები. რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მალე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი დაიწყება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და ადამიანების უკანონოდ დაპატიმრების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. საუბარი უკვე ახლაზარი ნაკადი საქმეებისა იქნეს განხილული მხოლოდ კანონით. სახალხო კრება მოუთმენლად ელის ახლად არჩეული პარლამენტისა და მომავალი მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების განთავისუფლების და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი. ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასასრულისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, რომ ჩვენ ნახეთ როგორი ცინიზმის, როგორი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ პატიმრები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამას ვამბობდით არაერთ გზის და მთელ მსოფლიოს ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ საშინელი ცემის, ზეწოლის და შეურაცხყოფის ქვეშ იყვნენ ჩვენი მომხრეები. ელექტრომომარაგების პრობლემები კაზრეთში იქ ელექტროენერგიის მიწოდება სისტემატურად წყდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ელექტროენერგია ყოველი წვიმის შემდეგ ითიშება, რასაც ელექტროსადენების გაუმართავობას უკავშირებენ. კაზრეთელების განმარტებით ელექტროენერგიის საფასურს ისინი ყოველთვე იხდიან, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემა მაინც გადაუჭრა ირჩება. ენერგოპრო ჯორჯიას ბოლნისის ოფისში პრობლემის არსებობას ადასტურებენ და პირობას დებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე კაზრეთელებს ელექტრომომარაგება ისევ აღუდგებათ. ივარა, როცა ისე იგი ყოველთვის წვიმაა და შუქი არ უნდა კონდეს კათოდენი? ბავშვია, გაკვეთილები უნდა, სწავლა უნდა, რამე უნდა. ერთი დღე რომ გადავაცილოთ, პენსიას მივიღებ, აბა იმისაჭი ჯარიმაა და ხო შეიძლება ესე კაცო? ყველაფერს დროზე ვიხდით. როდესაც მოსახლე დააგვიანებს ან გადააცდენს 1-2 საათით მაინც გადახდას, მაშინ მეუთიშავენ სინათლეს, უჭრიან ჩაჭრაქვია, უჭრიან და აჯარიმებენ შემდეგ და თვითონ როდესაც საერთოდ გათიშულია მთელი ღამე ან მთელი დენი გათიშული, არავინ ესე იგი ყურადღებას არ აქცევს ამას და არ რეაგირებენ. გადახურვა დავამთავრეთ ქვესადგურების, წყალი ჩადიოდა ყველგან, ეხლა ფაქტიურად გაკეთებული არის რეაბილიტაციის პროექტი ზის კაზრეთი. იქიდან გამომდინარე, რომ მიწისქვეშა ხაზებია და რთული არის მუშაობა, რთული და მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს თანამშრომლობის, ესე ვთქვათ, პროექტის მიხედვით გადადებული არის რამდენიმე
თვის შემდეგ 2 თვის თუ არ ვწდები. თბილისის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემავალი წარმომადგენლები სტუმრობდნენ, თუმცა მათი ვიზიტი უკვე დღეს დასრულდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონალური კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემავალი 6 ქვეყნის სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის, აგრეთვე ევროკავშირში შემავალი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მთავარი მიზანი მისწარ ქვეყნებში კულტურული სექტორის როლის კიდევ უფრო გაძლიერება. კულტურული პროგრამა საკუთარი მიზნებისთვის რეგიონში სულ 15 პროექტს აფინანსებს. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას კი ფინანსურად ეხმარება. ჩვენ ვასრულებთ ამ რეგიონალურ კონფერენციას, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაზე იყო საუბარი. კონფერენციას დადებითად ვაფასებთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიან ურთიერთობას. ახილული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის მაგალითად პრეზენტაცია მოხდა 15 გამარჯვებული რეგიონალური პროექტებისა, რომელთაგანაც 12 პროექტის ქართულ მხარეს ჩართულობაა. ანუ პარტნიორი ქვეყანა. ქართველი პოეტები მსოფლიო პოეზიის ალმანახში დავით ბარბაქაძის, მიხეილ გოგუაძისა და მარიამ წიკლაურის შემოქმედებას მსოფლიოს 100 ქვეყნის 180 მწერალს შორის გაეცნობიან. ალმანახში მოხვედრილებს დღეს თიკა წერეთელი შეხვდა. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა პოეზიისა და ლიტერატურის ალმანახი. ეს ტრადიცია 6 წლის წინ აზიაშიც გადაიღეს და პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთ კრებულში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ავტორს მოუყარა თავი, მონღოლეთი აღმოჩნდა. გარდა ლექსებისა არის ამ ავტორების პატარა ბიოგრაფიები, ფოტოები და ასევე ინტერვიუები. წლევანდელ გამოცემაში მსოფლიოს 100 ქვეყნის თანამედროვე პოეტების ნაწარმოებებს შორის დავით ბარბაქაძის, მარიამ წიკლაურისა და მიხეილ გოგუაძის ლექსები დაიბეჭდა. ნებისმიერი ასეთი ფაქტი, როცა ქართული ლიტერატურას ეძლევა შანსი, რომ დიდ ლიტერატურულ აი მსოფლიო ოჯახში ასე ვთქვათ, აი რაღაცა განაცხადი გააკეთოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა მსოფლიო პოეზიის ალმანახისა, ქართველი მწერლების ნაწარმოებები სხვადასხვა საერთაშორისო კრებულსა თუ ვებგვერდზეც ქვეყნდება. ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ გატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა დღევანდელი ქართული კულტურა გავაცნოთ საერთოდ უცხოეთში, განსაკუთრებით რთულია პოეზიის გატანა, რადგან პოეზია რთული გასაგებია. ამ მხრივ მისასალმებელია ყოველი მსგავსი გამოცემა, სადაც ყურადღებას მიიქცევენ ქართველი მწერლები. კრებულში შესული ლექსები სპეციალურად ამ ალმანახისთვის ინგლისურად ითარგმნა. ოთარ კახიძის, ნატო ალხაზიშვილისა და დავით აგრიანის თარგმანებს უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკითხველი გაეცნობა. ალმანახის მორიგ ნომერში ჯარჯი ფხოველისა და ელა გოჩიაშვილის ნაწარმოებების პუბლიკაცია იგეგმება. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. ახალი 6-ამდე დასრულებულია. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით 21 საათზე კი თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვება გელით.